მინდა ბოდიში მოგიხადო და მადლობა გადაგიხადო ჩემს გვერდით რომ ხარ. ამ ბოლო დროს ისეთ სისულელეებს უაზრო და უცნაურ რაღაცებს ვისმენ. უმერთო როცა გელაპარაკები, მაშინაც კი ფიქრები სხვაგან ვარ. რომ მოგიყვე ვერც კი დაიჯერებ. თუ გინდათ მომიყევით. დღეს მელისმა და ამერიკა ჩემთან ლაპარაკი უნდა და სასტუმროში დამიბარა. რა თქმა უნდა დამიდერესდი. მანთან რა საქმე ან რა სალაპარაკო მაქვს. სასტუმროში წავედი და მართლა გავუგლინდი. მერე? თითქოს რაღაცები დაგვეგმეთ. რომ შენ და ოზანი დაგვიშორებინა. წარმოუდგენელია. თითქოს მე ვიცოდი მელისი ორსულად რომ იყო და ვეუბნებოდი აბორტი არ გაიკეთო მეთქი. სისულელეა რა? რა ხდება? ბატონებს თქვენი ნახვა უნდათ, ბატონო ჰაგან. აკანდემირერი ხართ? დიახ, მე ვარ. დაკავებული ხარ დემედ ქაიჰანის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის. რის საფუძველზე? დანარჩენს განყოფილებაში შეიტყობთ. ეს სისულელე აუცილებელია? გამნაშავე არ ვარ და გაქცევასაც არ ვაპირებ. წესი ასეთია ბატონო ჰაგან, კანონის წინააღმდეგ ვერ წახვალთ. ჯანან, მერც დაურეკე? არა ბატონო ჰაგან. კარგი, მე დაურეკავ. ჩვენი უფროსი ჰაგან დემირერი დააპატიმრეს. ჩვენ გმოვთ მათ საქციელს, ვინც ცილი დასწამა. მისი თანამშრომლები სრულ მხარდაჭერას უცხადებთ. შენ რა მეხუმრები? სედენმა თვითონ გამოაქვეყნა. უმერთო დუიგოს დაურეკე. არ პასუხობს. სედენს დაურეკე. ის მაინც გაიგე რომ განყოფილებაში არიან, ან წამოდი. გზიდან დაურეკოთ. დიახ, გზიდანაც შევძლებთ დარეკვას, წამოდი. სედენ რა მოხდა? არ მომწონს ეჭვის თვალით რომ იყურებ. კარგი რა, როგორი ავადმყოფი უნდა ვიყო რომ ასეთი რამ მოვიგონო? ანუ ჰაგანი მეხვდა რომ მელისთან მის საუბარს ვისმენდით? ოზან თუ ღმერთი გწამს, საიდან უნდა მიმხვდარიყო? შენი აზრით ეს უკვე პარანოია არ არის? პრობლემა ის არის რომ ეს კაცი დღითიდღე უფრო საშიში ხდება. იმ ღამეზე ახდიდა რომ გადამაგდო. იცოდა რომ ვერაფერს ვიზამდი. ახლაც იგივე საგრძელებს. ungithra რომ აგითხრა მელის არ ვიცნობო. ამაზე რაღაც იტყვი. მაგრამ მე ვუთხარი რომ უმოცებ ნერვიულობდი. მელისის ადგილსამყოფელიც ვუთხარი. მელის მეც არ ვიცნობ, მაგრამ თუ გავიგებ რომ ჩემზე ასეთი რაღაცეები თქვა, მეც წავალ იმის გასაგებად ასე რატომ მოიქცა? მალე თუ ღმერთი გზამ შეუძლებელია ვერ ხვდებოდი რის გაკეთებას ცდილობს. ხო, ძალიან ამჭირდები. ჩემი შენს თუ არ გჯერა უმოც როგორ დავაჯერებ. იმ ჩანაწერს რა დაემართა? ვერ გადაარჩინე? მისი გადარჩენა რომ შემძლებოდა პრობლემა აღარ იქნებოდა. სალონიდან მირეკავენ. დიახ. ოძვერ ფასო მივიღე შენი შეტყობინება და მოვდივარ. რა? სოციალურ ქსელში ჰაკანის დაკავების შესახებ წაუკითხავს. ბატონო ჰაკან, მართლა მკვლელობის თანამონაწილე ხართ? ქალბატონი დემეთი თქვენგან ფეხმძიმედ იყო? ბატონო ჰაკან, კომენტარს არ გააკეთებთ? ბატონო ჰაკან, თუ შეიძლება. ბატონო ჰაკან, დემეთის მკვლელობასთან რამე კავშირი გაქვთ? ბატონო ჰაკან. მეგობრებო, მე არ მომიკლავს. ქალბატონო უმოთ, თქვენ საიდან გაიგეთ ეს ამბავი? კომენტარს არ გააკეთებთ? ქალბატონო უმოთ, რამე გითხარით? მეგობრებო, ეს ამბავი შემთხვევით გავიგე, რადგან იმ დროს ბატონ ჰაკანთან შეხვედრაზე ვიყავი.
ბატონი ჰაგანი ჩემთვის მხოლოდ მეგობარი და პროდიუსერია, სულ ეს არის. ქალბატონო უმოდ, კიდევ ერთ კითხვაზე გვიპასუხეთ. ეს ხალხი მოაშორეთ. აკავრობა ცირკს დაემსგავსა. როგორც მიბრძანებთ კომისარო? უკაცრავად შეიძლება ბატონი ჰაგანი ვნახო. Hakan Bey'le görüşebilir miyim? Hayır. არა. Ama ისე სწრაფად წამოიყვანეს, რომ ihbar alındı ki. Acil აკავრობას სასწრაფო დახმარება არ არის გალბატონო. ნება მოგუცეთ, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. დიახ, მართალი ხართ. უბრალოდ ნება მომეცით, რომ ვნახო. იქნებ რამე სჭირდება, არც კი ვიცი აქ დატოვებენ თუ არა. მხოლოდ რამდენიმე წუთი. sadece iki. მხოლოდ 2 წუთი. კარგი. Ben tutanak ნაცავა, ნახავ ოქმი შეავსეს თუ არა. Ben de bir სანამ კომისარი დაბრუნდება, ოფისში დავრაგავ. Otursana. გაჭიქი. Artık bu kadar. Zamırçınma. Sen Am de saklaşı daha şans çok gevriye. yaptın. მოდის გიხდი. Gelmeseydin და ვარ მოსულიყავე. Seni de უმოთ ახლა მეც არ მოგასვენებენ. მათ არ უსმენ, ეს თქვენგან ვისწავლე. teşekkür. მადლობა. Yine de შენ sen მაინც kendine თავს საფრთხეში ნო შეიგდებ. halime bak. ხედავ რა დღეში ვარ. Hiç ისეთ alakam რამეს olmayan მდებენ ბრალად, რაც არ ჩამიდენია. ve nasıl არც ის ვიცი აქედან თავს როგორ დავახსევ. bundan sonra ახლა რა უნდა ვქნა არ ვიცი. kestirem. წარმოდგენა არ მაქვს. და Rüzgar. რუზგარი Duymuştum. გაიგებდა. ტელეფონი მთელი დღე ხელში უჭირავს. Ben buradan sonra აქედან რუზგარის სკოლაში წავალ. მას მე მივხედავ. Rüzgar'ı არ şikayet ინერვიულოთ. merak etmeyin olur mu? başlayabilir miyim? შეიძლება რომ დავიწყოთ. Teşekkür ederim. დიდი მადლობა. Sence bunda შენი ben mi? აზრით ესეც მე მოვიგონე? Ben mi polis? პოლიციაში მე დავასმინე? Ay bana bu არა, ეს უკვე მეტის მეტია. ვეღარ ვაზროვნებ. Benim kafam çalışmıyor. Kal geldi bana. თითქოს ორ სხვადასხვა ადამიანზე ვლაპარაკობთ. Sanki iki სინამდვილეში ვინ არის ჰაგანი? Hangisi სიკეთის განსახიერება და გმირი თუ ცივსისხლიანი მკვლელი? Hakan mı? Yoksa katil ყველა ადამიანშია დადებითი და უარყოფითი. მაგრამ საზღვარი ხომ ყველაფერს აქვს მეგობარო. Belki de bir kere რა ერთხელ გადააბეჭდა მზღვარს ვეღარ ჩერდება. durdurulması უნდა შევაჩეროთ ხალე. ისმის? Durduruldu mu? ახლა ეს ამბავი შეაჩერებს? იმედია სამხელები ექნებათ. იმედია. Zafer. ზაფერ, მე თუ დავიღუპები იცოდე შენსთან გაგიყოლებ. Ay bilmez olaydı. მე და შენს მოყვანილი ახტაში არ ჩამსდარიყავით. მე და ვარ მომეყვანა ის ახტა. სადაც არის დამეჭერე. თავი დამანები ადამიანო. თუკი მომისმენე, ნონი კარგად ვერ აგიხსენე. პულზე ხელი დაიდე და ისე მითხარი. იმ სულელის უზმას გამო. ამ ასაკში ჩემი ოჯახი უნდა განადგურო. თუ ღმერთი გწამს მითხარი, მე რა დავაშავე. Ya yok. არაფერი, მაგრამ პოლიციას შენი ფოტორობოტი აქვს. Eşkalin var. ჩვენ რისი გაგზელება შეგვიძლია? რისი? თილკი. ის ფოტორობოტი მე საერთოდ არ მგავს. თუ შევთანხმდებით იქნებ შევძლოთ ყველაფრის უარყოფა. ომითხარი, სულზმე არაფერს იტყვისო. შენ მით უმეტეს არ გამყიდი. შენი სანაპატიოსანი კაცი მართლა არ შემხვედრია. რა უნდა გავაკეთო? ჩემი სახლიდან, ჩემი ოჯახიდან, თუ ჩემი ქვეყნიდან წავიდე. თუ ღმერთი გწამს რამე მითხარი. რამე მირჩიე თილკი. თუ გინდა ხელფეხს დაგიკოცნი. İyi ya. კარგი. Git polise. წადი პოლიციაში და შენი ნებით ჩაბარდი. უთხარი რომ სუზმე შენი ძველი ნაცნობია, მაგრამ არ იცოდი რა საქმეანობდა. O istedi. მან გთხოვა და შენ ძიახტა დაახვედრე. Gezinti გეგონა გასეირნება უნდოდა.
Arkadaşım შენი მეგობრისგან იახტა ითხოვა და მას მიეცი. სულ ეს იყო. götürdün. თვითონ იმ იახტაზე არ ყოფილხარ. O kadar. მორჩა, Sen შენ yoktun. არაფერ შუაში ხარ. თილკი, შენ გაიხარე. როგორი ჭკვიანი კაცი ხარ. ჭკვიანი კაცი ხარ. ღმერთმა გაგახაროს. ღმერთმა გაგახაროს, თილკი, ღმერთმა გაგახაროს. Tamam. კარგი, ნუ გაგიჟდები. Beni მე არ მიცნო. tanımıyorsun. სახეზე ნიღაბი მქონდა და ამიტომ ვერ დამინახე. Görmedim. Arkadaşlar, მეგობრებო, ჰაკან დემირერი ის კაცია, რომელსაც საზოგადოებაში ყოველთვის ღირსეული ადგილი ეკავა. Demet'le bir მე ვიცი, რომ დემეთთან არანაირი კონტაქტი არ ქონია და განსვენებულმა მას წილი დასწამა. ეჭვი არ მეპარება, რომ მოახლოეს დღეებში ყველაფერი გაირკვევა და ყველა დარწმუნდებით, რომ სიმართლეს გეუბნებით. ახლა კი ძალიან გთხოვთ, დამშვიდდეთ. ამბობენ, რომ ქალბატონი უმუტი ბატონი ჰაკანის გამო დაშორდა ქმარს, ამაზე რა სიტყვით? უმუტ ოზენი, Amazon casting-ის თანამშრომელია. ის გრეია ფილმთან თანამშრომლობს, როცა პრობლემები ჰქონდა, ჰაკანი მას მხარში ამოუდგა და დახმარების ხელი გაუწოდა. ახლა ჰაკანია გასაჭირში და ბუნებრივია, რომ უმუთი მის გვერდითაა. მასთან მუშაობს და ახლა მეგობრები არიან. ამაში გასაკვირი არაფერია. მათ შორის არაფერი ხდება და მსგავსი რამ არც არასდროს მოხდება. ქალბატონო უმუტ კომენტარს არ გააკეთებთ? ბატონ ჰაკან შეხვდით, რას ამბობს? უკაცრავად ერთი წუთი, წამოდი უმუტ. ქალბატონო უმუტ შეკითხვაზე გვიპასუხეთ. უკაცრავად. ჰაკანი როგორ არის? როგორ იქნება? რაც დუიგუმ გააკეთა, იმას გამართლება არ აქვს. ეს დუიგუმ გააკეთა? მერთმა თქვა. დეტალებზე არ გვისაუბრია, მაგრამ თურმე მან დაასმინა. უმერთო ჩემო. თქვა ჰაკანს პასუხს ვაგებინებო, მაგრამ ამას ვინ იფიქრებდა? გამოდის, რომ ისიც დაიჭირეს. საოცარია, მედიას ეს როგორ გამორჩა? ცდილობენ არ გაახმაურონ, მაგრამ ყველაფერი მალე გამოაშკარავდება. შეგახსენებ, რომ ჟურნალისტები მშიერი მგლებივით იცდიან. ბატონო რამის, ბარჩეხ შახირში წავალ. იქ რა ხდება? იქ რევზგარის სკოლაა. სულ გაგიჟდი? ვერ ხედავ რა ამბავია, ასე როგორ შეიძლება? ახლა მის ძმასაც მიხედე და ხალხს ალაპარაკო მიეცი. ქალბატონო სუდე ბატონ ჰაკას დავპირდი. საყვარელო არ ინერვიულო, ბიჭს მე მივხედავ. რევზგარი პრობლემური ბავშვია, თქვენ თუ წახვალთ კიდე უფრო დაიძაბება. უმუტ ძალიან დამღალა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებამ. რამდენი ხანია შენი საქმის მოგვარებას ცდილობ? ამ დროს კი შენ რას აკეთებ, მათ სალაპარაკოს აძლევ. ამდენს ვერ ხვდები? ქალბატონო სუდე, ასეთი პრობლემებია და ჩვენ ჟურნალისტებზე უნდა ვიფიქროთ? რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ. ეს ჩემი საქმეა ძვირფასო. შენ რა გეგონა? ჰაკანს შეზე გაცილებით ადრე ვიცნობდი. ამიტომ ნება მომეცი მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მე მივიღო. ჰაკანის დახმარებას ცდილობ, მაგრამ ვერ ხვდები, რომ საქმეს იფუჭებ. ამდენის უფლებას ვერ მოგცემ. ამდენ შრომას წყალში ვერ ჩაგაყრევინებ ძვირფასო. ქალბატონო სუდე, ბოდირს გიხდით, თქვენთან კამათის თავი არ მაქვს, ნახვამდის. უმუტ. 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 ორი დოსტი. ერთი წუთი. ჯანსო. პომიდრით გინდა? უმიცი რომ არ მეყვარს. ერთი დოსტი. Hop. Sıra var. შენ აქ რა გინდა? Nerede? სად? Burada. აქ. Buradan veriyorum sipariş. აქედან მოკვეთავ, რამე პრობლემაა? მეგონა კაფეში მოვედი. თურმე ბაზარში ყოფილა. მისმინე ბიჭო, Gözüme fazla შენ უკვე ზედმეტად მეჩვენები თვალში. იმიტომ რომ სულ მე მიყურებ. Başka tarafa ეცადე სხვაგან გაიხედო. Eyvallah. მადლობა. Cansu. ჯანსო, შენ რომ მეუბნეოდი პროდიუსერ ჰაკანზე, რომელიც დაიჭირეს. იმისი ძმა არ არის? Abisi ძმა მკვლელი ყავს, თვითონ კი მანიაკია. არადა ხალხს ნორმალური ოჯახი გონია. იცოდე მოკლა. ჩემს ძმაზე რას ამბობ? პელი გამიშვი ბიჭო. გისმენთ? ზაფეროზენი აქ ცხოვრობს? დიახ, მაგრამ ახლა სახლში არ არის, რა მოხდა? მისი დაკავების ბრძანება და სახლის შრეკის ორდერი გვაქვს. თუნებას მოგცემთ.
დიახ, რა თქმა უნდა. იელდა. დედა ზელიხა, პოლიცია მოვიდა. რა ხდება ბატონო ოფიცერო? თქვენი მეუღლე დამნაშავის სტატუსით იძებნება. რამდენიმე დღით წავიდა. მეგობარს იახტა უნდა ჩააბარონ. რა ხდება მამამ რა ჩაიდინა, რატომ ეძებთ? სახლისუფთა ოფიცერო. სახლისუფთა. რამეს თუ გაიგეთ შეგვატყობინეთ. გაქცევა მის საქმეს კიდევ უფრო დამძიმებს. კარგი ოფიცერო. დედა რა ხდება? მამას ეძებენ, მაგრამ მიზეზი არ უთქვამთ. დედა ზელიხა, შენ დიდად გაკვირვებული არ ჩანხარ. მამა სახლიდან ჩანთით რომ გადიოდა, შენ რაღაცას ჩასჩურჩულებდი. შენთვის არაფერი არ უთქვამს? კარგი. დასხედით. ყველაფერს მოგიყვებით. ორქონ, კლასში შედი, მაგრამ არ დაგავიწყდეს რაც გითხარი. მსგავსი რამ კიდევ თუ განმეორდება, გაგრიცხავ. ასეთი საქციელი არც ერთს არ შეგეფერებათ. წადი, თავისუფალი ხარ. მიბრძანდი. ჩემი ძმა მართლა დაიჭირეს? რუსგარ ჩვენს ბევრი არაფერი ვიცით. რასაც გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე. ზოგჯერ ადამიანები ელიან, როდის დაიწყება სხვის ცხოვრებაში რთული პერიოდი. ამ დროს გრძნობებს თუ აყვები და ცუდად მოიქცევი, იმ ადამიანს, იმას მისცემ, რაც უნდათ და ჩვენს რთულ მდგომარეობას ჩაგვაყენებ. გასაგებია? მასალებელო, წასვლა მინდა. ახლა გაკვეთილებს ვერ დავესწრები. კარგი. კვირის ბოლომდე თავისუფალი ხარ. წადი. უმოთ რა ხდება? ჩემი ძმა რატომ დაიჭირეს? ან როდის? გაჭდა და მართლა აკეთებს. არა მკვლელს არ გავს. იქნებოდა ნაშაულოა. ვინმე მცირე ხომ არ დასამა. თავისი დისთვის უნდა ესროლა, მაგრამ მათ შორის ვიღაც ჩამდგარა. ეგეც ძლებს ვთქმევინე. მგონი ღირსებას იცავდა. ჩუმად რომ არის ამან არ შეგაცდინოს. ის მხოლოდ იმაზე დარდოს, რომ ტყვია უდანაშაულო ადამიანს მოხვდა და არა მისდას. მასთან ურთიერთობას არ გირჩევ. ეს მზად არის ბატონებო. ოჩახ ძმაო, ოჩახ, საქმე კარგად გამოდის. ჩაის გარეშე ყელი გაგვიშრა. მადლობა. ჩაი ყოველთვის მზად უნდა იყოს. ძმაო, შენ შეაკეთე. მაგი ჩაის მომამზადებ. კაფეში იღეთი მყავდა. არაჩვეულებრივ ჩაის ამზადებდა. მას ძალიან გავხარ. მადლობა ძმაო. მამას ასეთ კაცებთან რა ისაქმება? შვილო, მათ შემთხვევით გადაეყარა, უთხრას გოგოს უბრალოდ შევაშინებთ, შენ კი სარგებელს ნახავო. მართო ჩემო, სხვაგან მოეძებნა სარგებელი. დედა ზელიხა, დარწმუნებული ხარ, რომ დემეთი მას არ მოუკლავს. იალდას თუ წაიყვან, იცოდე ციხეში დაგალბობ, პოლიციაში დაგასმენ.
გონია თავის გადასარჩენად ჩემს შვილს შენ დაგიტოვებ? როგორც ჩანს დაიფორმო, ამიტომ გაიტაცა ჩემი და ამით ემუქრებოდა. Babam suçlu მამა olsa უდანაშაულო რომ babam ყოფილიყო ჩანთას არ ჩაალაგებდა და ჩემს დას გადაარჩენდა. Yavrum, შვილო, sonuçta იელდა სახში ხომ დააბრუნა. aldı. მიუხედავად იმისა, რომ ტაიფური პოლიციაში დასმენით ემუქრებოდა, დააბრუნა. Ya, babanızda მამა her türlü თქვენს kötü ბევრი niyeti ცუდი var mı? გაუკეთებია, Var. მაგრამ მკვლელი არ არის. Ya tavuk ქათმის kesti, დაკვაც sen კი არ kesemez, შეუძლია. vallahi. მართლა. Ya kendi თავი yaprak გაწირა და altına იქიდან kimse წამოგიყვანა. almadı orada. ასე არ იყო? Aldı. Hep karayı მხოლოდ görüyorsun ცუდ ya, მხარეს yanında მოხედავთ, yanında შვილო. görün. სხვა თვალითაც შეხედეთ. Ablamın და oğlu. უმოცრაელის დედა. Hakan იმ evine ჰაკანის gittiğinde გამო bir მასზე şey ისე წერან varmış. თითქოს ამ საქმესთან რამე კავშირი ჰქონდეს. ნეტავ ვიცოდე ალი. Bir ნეტავ ვიცოდე შვილო. ღმერთო შენ დაგვიფარე. უკაცრავად ოფიცერო. გისმენთ? ამ სურათზე მე ვარ გამოსახული, მაგრამ გონი შეცდომაა. ვის შეიძლება ველაპარაკო? ჩვენ შენ გეძებდით, წამოდი. წავიდეთ. აქეთ? Bir de bana შენ აპირებდი ჩემთვის ხელი გეთხოვა, არა? şu halini. შენს თავს შეხედე. Sen şu ამ halini. მდგომარეობაში ვის შეიძლება უყვარდე? Almadım abi. არ ამიღია ძმაო. Vallahi almadım. გეფიცები არ Ben ამიღია. senin paranı თან niye შენი alayım ფული abi? რატომ უნდა ამეღო? ყოველად ნოიფიცები. დილით ჩემს საწოლში შენ არაფათურებდი ხელებს. მეგობარო, თუ ამბობს რომ არ აუღია, ესე იგი არ აუღია. Sen karışma. შენ ნომერები გუშინ მოთრეულო. Ne? რაო? Sen ცოტა წესიერად მელაპარაკე, ბიჭო. Tespihini buldum. შენი onu da კრიალოსანი kullanıyorum. ვიპოვე და დაგიდე. შენს ხომ ნახე? çocuk efendi. ბიჭო ადამიანურად გიხსნის, ბიჭი. Sen hala ჯეკი ისე ვაგრძელებ ლაპარაკს. Adam ol. კაცურად მოიქეცი. Benim de და asla მოთმინება არ olmam. დამაკარგინო. კაცობა შენ უნდა მასწავლო? Ha? Arkadaşlar მეგობრებო, burada hepimiz ჩვენ ახ ყველას aynı ერთად birlikteyiz. გვიწევს ცხოვრება. Birbirimize ერთმანეთს ყოველ kuyruğumuzu დღე უნდა eğiyoruz. ვუყუროთ. Birbirimizin თავს რთულ acılarını მდგომარეობაში arıyoruz. ნუ ჩავიგდებთ. Birbirimizin ვეცადოთ acılarını ერთმანეთს აქ ყოფნა kapatalım. შევამსუბუქოთ. Yoksa ne სხვანაირად huzur სიმშვიდეს kalır ვერ burada, მოვიპოვებთ. ne dirlik, ამით მხოლოდ ne düzen. პრობლემებს შევექმნით. Bak, მომისმენე მეგობარო, burada აქ zaten ისედაც ყველა herkes საკმარისად არის დაძაბული. Biz az შევთვალოთ, რომ önce არაფერი არ მოხდარა. sayalım. Daha ჯერ ერთმანეთი არც გაგვიცნია. birbirimize ამიტომ მტრებად ნუ იქცევით. Senin bir şeyin შენ yok ხომ değil mi? კარგად ხარ? İyiyim კი, abi. ძმაო, კარგად ვარ. İyi, hadi კარგი, მაშინ წადი პერანგი გამოიცვალე.
მეგობარო, ტელეფონს დავიდანებე, ჩემთვის მთავარია ჩანაწერები აღოდგინოთ. Hala ახლაც მაგას ვცდილობთ. კარგი, მაშინ მითხარით, შეძლებთ აღდგენას. Hayır. არა, ტელეფონი წყალში ჩავარდა. ჯერ ადრე არ ამის თქმა. იმედი ნუ გექნება. რაც შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთეთ. უფრო მეტი გააკეთეთ. კარგი, კარგი. ისევ ის არის? ეს რა არის, მეგობარო, საათში ერთხელ რეკავს. ჩანაწერების გარდა სხვა არაფერი აინტერესებს. ხალხი ნომრებზე დარდოს, ფოტოებზე. ამას კი რატომ აქვს ამოჩემებული ეს ჩანაწერები? აქ რაღაც ხდება აქ. სიმართლე გითხრათ, ცნობის მოყვარეობისგან კვდები. Ana. Aldılar mı böyle? ღმერთო, ეს კაცი დაიჭირეს. ხალხს ფული აქვს და ჭკუა არა ძმაო. ფული თუ გაქვს, ყველა ქალი შენ გეკუთვნის. ერთი ქალის გამო ამ ხელაურზაური სატეხვა ღირს. ყველა შენსავით მაგარი ვერ არის ქალთან ურთიერთობაში. მე არავის ვაძალებ აქ. ქალები თვითონ მოდიან ჩემთან. ყვავის თუ იპოვი, მისი სურნელით უნდა დატკბე. აბა სულელებით ხო არ მომიქცევით? Rüzgar. რიუსგარ, Hiçbir şey არაფერი გიჭამია, გინდა ტოსტი გაგკეთო. ჩემს თავს თვითონ მეხედავ. შენ წადი უმოთ, არ დააგვიანო. Yoksa beni შენ რა kovuyor. მაგდებ? Tamam ya. კარგი რა. Rüzgar. რიუსგარ, Atma sen. ასე ნუ ნერვიულობ. Abim masum. შენი ძმა უდანაშაულოა. Avukatım da hiç ადვოკატს benim არაფრის yok. ეშინია. Her şeyi ispatlayacağım ამბობს, რომ ya. სიმართლეს დაამტკიცებს. ამდენი ხანი სად არის? Ya bu arada ისე გამოვიდა, sormadan თითქოს kendimi შენს misafir დაუკითხავად etmiş სტომარი oldum ama დავპატიჟე. Hale de yanımda მაგრამ var. ხალეს ჩემთან ყოფნა უნდა. Benden beter ის ჩემზე ısrar ediyor. ჯიუტია. Eğer senin için sorun თუ არ გინდა ვეტყვი, რომ არ მოვიდეს. Ragıp şunu რაგიბ შეიძლება სხვა არხზე გადავრთოთ. birlikte olmak. Yani her şeyi birlikte yaşamak. Bugün öğlen saat დღეს დემეთ ქაიხანის მკვლელობაში ბრალდებული ჰაკან დემირერი დააკავეს. sabahtan beri დილიდან მოყოლებული ჩემი ტელეფონი არ გაჩერდა. ყოჩა ქალბატონო უმოთ. იქ მისვლა ყველას დაასრო. როგორ მოახერხა ეს ამბავი პირველმა რომ გაიგო? ქალბატონო უმოთ, ბატონ ჰაკან შეხვდით? ქალბატონო უმოთ, კომენტარს არ გააკეთებთ? რაგიბ ღვთის გულისათვის სად დაფრინავ? Niye kapattın? რატომ გათიშე? აბა რა ვქნა? ტელეფონი მთელი დღე არ ჩერდება. ცალკე შემოვაკლაკებ. ამ საღამოს კიდევ ამას ვუსმინო. რა გავაკეთო? ოზან, შვილო, კეთილი იყოს შენი მოსვლა. Oğlum bu ne? შვილო, რა დაგემართა? Ha, პატარა ნაკაცრია მამა. bir sıyrık baba. საშიში არაფერია. Önemli değil. Sen წახვედი და ორ დღეში დაბრუნდი. რა მოხდა? Yani ლონდონში რისთვის წახვედი? Aslında hiç არ წავსვლა მამა. Ama geldim. შენ არ გვითხარი, ჩავედიო. meraklanma. რომ არ გენერვიულად. რას ამბობ შვილო? ეს რას Niye ნიშნავს? meraklanacakmışız? Telefonun da ტელეფონიც kapalı. გათიშული გქონდა. ტელეფონი ხელოსანთან არის. წყალში ჩამევარდა. ცდილობენ ჩანაწერები აღადგინონ. ამიტომ ვერ დაგირეკეთ. რატომ ჩაგივარდა? Gitmiyorsun. აღარ değil mi? მიდიხარ შვილო. Burada kalmaya karar გადაწყვეტი verdin. აქ დარჩე? Ne olur, მითხარი რომ evet, ასეა. ne olur. დედა მოიცადე, სათითაოდ მკითხე. თუ გინდა ჩვენ არაფერს გითხავთ და შენ თვითონ მოყევი ყველაფერი. Oturalım önce. ხომ არ დავსხდეთ? Ya nasıl ya? როგორ? Ya დუიგუმ ჩემს ძმას ცილე ასე როგორ დაწამა? აქ იყო მოსული. Geçen gün geldi. იჩუბეს. Kavga ასე იმიტომ იქცევა რომ ის ჰაკანზეა გაბრაზებული. გესმის, გაბრაზებულია. Onu მასზე დაბოღმილია. გესმის? Hayatım sakin ol საყვარელო biraz ძალიან lütfen. გთხოვდა მშვიდდი. Hem bak. თან მხოლოდ sözde bir şey ლაპარაკეთ, olmaz ვერაფერს sonuçta, değil mi? დაამტკიცებ, ხომ Neyi ასეა მერტ? kanıtlayabilirler ki, değil mi Mert? Telefon kayıtları. სატელეფონო ჩანაწერები აქვთ. Nasıl kayıt? ჩანაწერები? Neyin რა kaydı? ჩანაწერები? Duygu'nun adamlarla დუიგუს საუბარი იმ კაცებთან. Bu Duygu მე bağlı. ეს დუიგუს პრობლემაა. Ödenen para var. ასე არ არის. Hakan'ın არის ფული, რომელიც მას გადაუხადეს. დუიგუს ჰაკანის ხელმოწერა გაუყალბებია. taklit eder. და ისე გადაურიცხავს ფული. მეგობარო, ვერ შევძლოთ იმის დამტკიცებას, რომ ხელწერა გაყალბებულია, გამომტკიცებთ. დრო სჭირდება.
პოლინდელი მოსმენისთვის ვერ მოვასწრებთ. რიუსგარ, რიუსგარ, სად მიდიხარ? ჩემს ძმასთან უნდა წავიდე. რიუსგარ დღეს ვერ ნახავ. საყვარელო, ცოტა დამშვიდი, ძალიან გთხოვ. როგორ დავშვიდე? კაცი 4 კედელში უდანაშაულოდ გამოკეტეს, როგორ დავწყნარდე? გამიშვით. ძალიან გთხოვ, გამიშვით. შენ ხომ ადვოკატი ხარ? რაღაც მოახერხე, ჩემი ძმა დღეს მე უნდა ვნახო. რიუსგარ, ესმის რომ რთულ სიტუაციაში ხარ, მაგრამ ახლა ყველაზე სულ დღეში შენი ძმა არის. თუ გინდა დაეხმარო, ვალდებული ხარ ძალები მოიკრიბო. ზელიში რეკავს. უმოთ, სათხარშულო, რა ხდება? ბოდიშს გიხდი, დედა. შენთან დარეკვა ვერ შევძელი. ყველაფერი აირია. სიმართლეა, რასაც ამბობენ შვილო. ამიხსენი რა ხდება? ისეთივე სისულელია, დედა, როგორც ის, ვითომ მე და ბატონ ჰაკანს ურთიერთობა გქონდა. უკვე აღარ ვიცი ამას რა ვუწოდო. ცილის წამება თუ შურისძიება, ზუსტად ვიცი ბატონი ჰაკანი უდანაშაულოა, რომ მოვალ ყველაფერს გეამბობ. როდის მოხვალ? ბატონი ჰაკანი რომ დაიჭირეს, იმ დროს მასთან ერთად ვიყავი, ამიტომ განყოფილებაში მივედი. თავისი ძმა მე ჩამაბარა, დედა. ბიჭი ალის ასაკშია. უნდა ნახო როგორ განიცდის და რაც უდად არის. ახლა მასთან ერთად უნდა ვიყო. ამიტომ აქ დავრჩები. კარგი? არა შვილო, ეს სწორი საქციელია. ჟურნალისტები ახლა ამბავს აიტაცებენ. დედა, შენ სუდესავით მელაპარაკები. ბავშვმა თავს რამე რომ დაუშავოს? კარგი შვილო, კარგი. არც ბავშვის დატოვება შეიძლება მარტო, მაგრამ რა ვიცი შვილო, რა ვიცი უმოთ. ფრთხილად იყავი. თავს გაუფრთხილდი, კარგი? კარგი დედა, კარგი, ნახვამდის. მადლობა. არაფერს, ხვალ შევეცდებით. თქო, თუ რამე დაგჭირდება დამირეკე. ცაცხვის ჩაი ვიპოვე. ნახე, ნამცხვარიც ყოფილა. მიდი შეჭამე ცოტა. რიუსგარს ეუბნები და თვითონ არაფერს ჭამ. უმოთ. ჰალე. თუ ღმერთი გწამს ახლა ოზანზე, ნუ დამალაპარაკები. თანაც ჰაკანის და მელისის საუბარი თავადაც მოისმინე. ბატონმა ოზანმა ამაზე რა თქვა? ჩვენი გეგმის შესახებ გაუგია. ოზანმა იახტაზე მისი საუბარიც ხომ ჩაიწერა. ის ჩანაწერი, რომელიც დღემდე ვერ მოვისმინეთ, რადგან ტელეფონი წყალში ჩავარდა, არა? ოზანი ცდილობს აღადგინოს. საყვარელო, რა შეჭირდება იმის თქმა, რომ ჰაკანმა იახტიდან გადააგდო? ამ ხალატყუილის მოგონება რა შეჭირდება, მითხარი? მით უმეტეს თუ იცოდა, რომ კუნძულზე წასვლა ჰაკანის დაგეგმილი იყო. ალე, თუ ღმერთი გწამს. ჰაკანმა მათი ურთიერთობის შესახებ თუ იცოდა, ქორწილის დღეს რატომ არაფერი მითხრა? ამის გაკეთება იმ დღეს შეეძლო. ბატონი ოზანი წყალში ჩავარდნილა და საწასულა. საყვარელო, მელის მასთან ურთიერთობა რომ უნდოდეს, ოზანს რატომ მოატყუებდა? მის გამართლებას რატომ ეცდებოდა? შენი აზრით გაამართლა თუ უარესად ჩახლარდა ყველაფერი? მელისმა ძალიან კარგად იცის თავისი საქმე, შენ არ იდარდო. შეიძლება ეგონა, რომ ასე საყვარელი დაუბრუნდებოდა. ალბათ ახლა ერთმანეთს ხოცავენ. ვერაფერს ხვდები. დუიგუ მის ქალი ყაჩაღებს რატომ გადასცა? მასთან პირადად პრობლემა ხომ არ ქონდა? თანაც მელისმა იცოდა, რომ მე და ოზანი დანიშნულები ვიყავით, მაგრამ ამის მიუხედავად მასთან მაინც დაწვა და დაფეხმძიმდა. დუიგუ შარიანი იყო, გახსოვს, არაფერი არ ხდებოდა, მაგრამ მაინც გადამეკიდა. არ გამიკვირდებოდა ის ქალი თავისი ხელით რომ დაეხჩო. თურმე ოზანს კარგად არ ვიცნობდი. ოდესმე თუ წარმოიდგენდი, რომ ოზანს ბინაში საყვარელი ეყოლებოდა, მაგრამ ჩემთან ერთად ქორწილის დღის დასანიშნად წამოვიდოდა. წარმოიდგენდი, რომ დედა ჩემით დამემუქრებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ დავშორებოდი. მე მარტო მის სიტყვებს კი არა, მის საქციელსაც ვაქცევ ყურადღებას. შენც ასე უნდა მოიქცე, ხალე.
Gidiyorsun. ჯერ ამბობ ლონდონში 2 sene მივდივარ Londra'da 2 წლითო. gidiyorsun, sonrasında მერე Allah მოდიხარ და kerim გვეუბნები რომ diyorsun. დაბრუნდი Sonra და შენი ben საქმის gittim. გაგრძელებას Hadi აპირებ. bakalım ეს işinin რას başına. ნიშნავს მითხარი? Ne bu? მართალი ხარ? რაც არ უნდა ვთქვა, მართალი ხარ. Ama neler მე yaşadığını არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. yüzünden შენ იცი რამდენიც გამოვიარა. Ama ამ ყველაფერმა ჩემზე იმოქმედა. თავგზა ამერია. გვირდები ამერიდან პრობლემას აღარ შევქმნი. პასუხისგებლობას არ გავიქცევი. sakın iki იცოდე, ამ ორ დღეში არ მოხვიდე და არ გამომიცხადო, რომ ცუდად ხარ და საქმის კეთება აღარ შეგიძლია. ჯერდე ამშვიდედი და გადაწყვეტილება ისე მიიღე. მერე კი მოდი და მითხარი, საქმეს თუ უბრუნდები. კარგი საყვარელო. Oğlumuz ბიჭი უკვე მიხვდა თავის შეცდომას. კარგი. Öyle mi? მართლა? Ne oldu da böyle dünya ასეთი რა მოხდა ყველაფერი რომ შეიცვალა. Ben hala bir მე şey ჯერ anlamış კიდევ değilim. ვერაფერი გავიგე. sen dışarı çık. შენ ცოტა დამშვიდი და სუფთა ხაერზე გაისეირნე. Sen işin მომიყევი რა მოხდა საყვარელო. İşin aslı falan. არაფერი არ მომხდა რა დედა. Çocukluk მივხვდი რომ ბავშვივით მომიქეცი და უკან დავბრუნდი. Ama belki იქნებ შენ გინდა რამის მოყოლა. vardır ha, var mı? გინდა? Biz Melis'te მელის შევხვდი და ამიტომ გეკითხები. nasılmış? როგორ არის? Ne konuştun? რაზე ილაპარაკეთ? Sen benden ჩემს დაუკითხავად, როგორ ეხმარები? olması için bir kadın- გინდა რომ შვილი გააჩინოს, არა? Ömrüm boyunca sen ხვდები bana რა neyin ხელა ტვირთი გინდა რომ ამგიდო. ამას ხვდები? შვილო, ცოტა ხნის წინ თვითონ არ თქვი, ბევრი შეცდომა დავუშვიო. იმ ბავშვს თუ მოკლავს, საკუთარ თავს მთელი ცხოვრება ვერ აპატიებ. ამაზე იფიქრე. Anne bak. დედა, sen benim ჩემი yanımda ცხოვრება kal. თავდაყირა მაშინ დგება, როცა შენ ჩემს მაგირად გადაწყვეტილებას იღებ. საკმარისია. ის გულისათვის საკმარისია. Melis o çocuğa მელის იმ alışır. ბავშვს მოიშორებს. Eğer თუ კიდევ ერთხელ ეცდები რომ ამას ხელი შეუშალო, იცოდე რომ დამკარგავ. გასაგებია, დამკარგავ. ღმერთო ჩემო. საყვარელო, იმედია პრობლემა არ შეგიქმენი. მეგონა ჯერ კიდევ სამსახურში იყავი. ამ დროს იქ ხარ ხოლმე. Erkenden ადრე დაბრუნდი. ოზანი დაბრუნდა. nedeni varmış. Ozan döndü. Aa, gözün გელოცავ საყვარელო. Artık არ ვიცი მოსალოცად მაქვს თუ არა საქმე. ამ ბიჭის სასლა მოსლამ უკვე დამღალა. Canım. საყვარელო. ნეტავ ახლა შენს გვერდით ვიყო. ჩაგეხუტებოდი. Belki bir şey შეიძლება ვერაფრით დაგხმარებოდი, მაგრამ biraz gönlünü ცოტათი მაინც დაგამშვიდებდი. ნეტავ. Ozan'ın kapısı. ოზანის ოთახის გარისხმა გავიგე. შეიძლება ტელეფონი ნებისმიერ წუთს გავთიშო. Önemli bir şey yok değil mi? რამის თქმა ხომ არ გინდოდა. Belki işini კარგი, biraz ახლა yaşlı ამაზე ლაპარაკი ama უადგილოა, beni მაგრამ yanıltma. ხვალინდელი დღის გამო ვღელავ. Ben de eve gitmeden სახლში როგორც კი seni მოვედი, arayıp მაშინვე seninle დაგირეკე. sakinliğimi- შენი ხმის გაგონება მინდოდა. მაგრამ პირიქით შენ დამამშვიდე. Bak. და მე ჯერ ამ საქმეში ძალიან წარმატებული იქნები. Büyük bir başarıyla kal. ნუ გეშინია. Merak etme. Tamam mı? დაწყნარდი გესმის? ახლა წადე და მშვიდად დაიძინე. Uyuyorsun. İnşallah. იმედია დამაძინება, მიყვარხარ. Seni seviyorum. მეც მეყვარხარ. ღამე მშვიდობის. Bir daha იმედი არ მეწყენთ თუ გეტყვით რომ თქვენი წასვლა მიხარია. Ama yine დიდი მადლობა მოთმინებისთვის და გამძლეობისთვის. Rica ederim. არაფერს. Tekrar geçmiş. მიხარია რომ გამოჯამრთელდით. ღმერთმა ჯამრთელად გამყოფოთ. Çantamı da ჩემი benim ჩანთა alayım. ოთახში ავიღებ და წავალ ბატონო. ნახვამდის. ნახვამდის ქალბატონო ლაილა. Nereye gidiyor bu? სად მიდის? İzin günü değil mi? დასვენების დღე ხომ არ არის? ჩემთან საქმეს მორჩა. მან სამსახურში უბრუნდები. Nasıl? როგორ? Hayatım senden საყვარელო bakıma ჯერ კიდევ ihtiyacım var. მკურნალობა გჭირდება. Hem ilaçlarım da წამლების bitmedi. მა არ დაგიმთავრებია. Bu acelen mi? რატომ ჩქარობ? მორჩა საყვარელო, მორჩა. Sen farkında შენ mısın? ვერ ამჩნევ, მაგრამ İyiyim ben. მართლა Merak კარგად ვარ. etme. შენ არ ინერვიულო. მეთე არ გწვენია? Sanki senin hiç ისე ლაპარაკობ, ilgilenmiyorsun თითქოს gibi. ყურადღებას არ გაგცევ. არა მსგავსი არაფერი მეთქვამს. İlgilendir. რა თქმა უნდა ყურადღებას მოგცე. მე უბრალოდ თქვი რომ ჩემს გამო ბევრი საქმე ქონდა. ასე არ იყო? Gidip დავალ, ყოველთვის მომემზადები. yat yatağına. ამდენი წოლა უკვე საკმარისია.
საყვარელო გოგო ასე იმიტომ იქცევა, რომ უწოდება. შენ მაინც დაწერე ჩვენ სასარგებლოდ რამე. პოპულარობა ადამიანობას გამორიცხავს? არ შეიძლება რომ თანამშრომლები მეგობრები იყვნენ. არ ვიცი რამე მსგავსი ტექსტი მოიფიქრე. ეს საქმე შენ უკეთ არ იცი? მადლობა ძვირფასო. კარგი დროებით. კარგად. რომელი საათია, მე კიდევ ვცდილობ ქალბატონი უმოთის საქმეები მოაგვარო, რომ ხალხმა მასზე ცუდად არ ილაპარაკოს. ქალბატონი კი მანქანიდან გაბრაზებული ჩადის. უმოცაც ვერ გავამტყუნებთ. ბერილ. ნერვები ისედაც დაწყვეტაზე მაქვს. შენ კიდევ ნუ დამიმატებ. ვახშამზე არ გაგვიანდება? ახლა არავის თავი არ მაქვს. არავის თავი ჯორჯ კლუნის გარდა. რა ხდება? George Clooney dışında kimseye açmıyorsun kapıyı. სტრესისგან მოჩვენებები ხომ არ დაგვეწყო? რა არის? მოიტანე. რა არის? არ ვიცი. სახელი არ დაუწერია. ეთყობა ფარული თაყვანის სემელი მყავს. ალბათ ჯორჯ კლუნია. იმედია. არ ვიცი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს დროულად გამოგზავნა. საყვარელო ვახშამზე ხომ გაგვიანდებოდა? მივდივარ. ღამე მშვიდობის. ღამე მშვიდობის. დროის უკან დაბრუნება ბავშვური სიხარულით. ყველაფრის თავიდან დაწყება. ფეხზე წამოდგომა. ეს ყველაფერი შენმა გამოგზავნილმა პატარა კოლოფმა შთამაგონა. იმედი მოხს, როცა ამ საათს შეხედავ, შენც იგივე გრძნობა დაგეუფლება. იქნება ამ წერილის ავტორთან ერთადაც კი. მეთე. მივიღე შენი წერილი. საათიც. დიდი მადლობა. წერილის ავტორო. ვიცოდი რომ საათს საჩუქრად არ ჩათვლიდი. ნეტა ვიცოდი როგორ მიხარია, რომ არსებობ. ზონდა. რა ხდება შუვო? შეიძლება შენთან დავწვე.
ცუდი სიზმარი ნახე შვილო. მაგისტვის დაძინება არ არის საჭირო დედაზელი ხა. უბრალოდ ჩვენთან დაძინება მომინდა. Kızgınım, kızamamaktan yorgunum. Düşünceler yoruyor. Beklemek sonunu bilmeden yaşamak zor geliyor. Habersiz yaşamak, haber almadan senden, senin sesini duymadan. Habersiz yaşamak, haber almadan senden, senin sesini duymadan. Ellerim kelepçeli, boynumda bir düğüm. Ben senin olmadığın yerde ölürüm, ölürüm, ölürüm. Ellerim kelepçeli, boynumda bir düğüm. Ben senin olmadığın yerde ölürüm, ölürüm, ölürüm. Ben senin olmadığın yerde ölürüm, ölürüm. ბატონო ოზან, ცოლ შორდებით? ბატონო ოზან, რას ფიქრობთ ამ მკვლელობაზე? თქვენს ცოლზე დაწერილ სტატიებზე რა კომენტარს გააკეთებდით? ბატონო ოზან, მელის მეგონა ამ საქმეში ერთად ვიყავით. ჩემი მიზანია შენც დაგეხმარო და ჩემ შვილსაც. ნეტავ დაგერეკა და გეთქვა, რომ ოზანისთვის აპირებდი ყველაფრის თქმას. დამიჯერეთ, მეც არ მეგონა ასეთო მოხდებოდა. ფიქრობ, მომავალში უკეთ გამიგებთ. ეს რას ნიშნავს? დახმარებისთვის მადლობა. იმედი მაქვს ნაწყენი არ დარჩებით. რას ვიზამთ? შეიძლება ყველასთვის ასე სჯობს. ოზანს არაფერი არ უნდა დავაძალოთ. გყავს ვინმე, ვისაც შენი დახმარება შეუძლია. აქ ნაცნობი არ მყავს, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ დიდხანს არ გაგრძელდება. ოპერაციიდან 2 საათში ფეხზე ადგომას შევძლებ. მაინც გჭირდება ვინმე, ვინც დაგეხმარება. მინდა რომ მოვიდე, რომას ავადმყოფოში ხარ. გადაწყვეტილება. ჩვენ მოვისმენთ ჩვენებები. პარალელმა წარმოადგინეს მტკიცებულებები. მათ განსახილველად და გასაანალიზებლად გადავწყვეტეთ სასამართლო პროცესი გადაიდოს. Manamda ki baraldebolep sinasari patimroba შეეფარდოთ. Tutuklu yargılanmasına karar verilmiştir. Benim abim suçlu değil. ჩემი ძმა უდანაშაულოა. Ya დუიგო ჩემს ძმას ასე რატომ ექცევი? abim ჩემ tutuklu. ძმას ვერ დააპატიმრებთ. Abi, ძმაო, abi. ძმაო.
ადრე თუ გვიან სამართალი მაინც იზეიმებს ხაკან. Bak bak. ნახე, უმუთე უკან ჩანს. Aa, Ozan da yanında. ოზანიც მის გვერდით არის. შერიგდნენ? ღმერთო, Hay Allah. ღმერთო. Ya hakikaten უდანაშაულო ბიჭს ბრალსდებენ. ასე როგორ იმეტებენ. şu işkence რა სამწუხაროა. Suçsuz olsa თუ უდანაშაულოა, რატომ დააპატიმრეს? არ ვიცი შვილო. ომუთი ამბობს, რომ ცილს წამებენ, მე მჯერა. Ya kızım ჩემი ქალიშვილის გადასარჩენად სიცოცხლე გაწირა. იმ ქალს რატომ მოკლავდა? Nasıl bir dünya? ასე როგორ შეიძლება? ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს. Ben içinde ამ საქმეში ჩახედული რომ არ ვიყო, მეც მკვლელი მეგონებოდა. linç etmeye kalkardık. ახლა Umut şimdi უმუთი სამსახურის გარე შედარჩა დედა. Ay ben bir kapı. კარს გავაღებ. Baba. მამა, Aa, მამა, baba. რა იყო? მოჩვენება ხომ არ დაინახეთ? ბატონო ჰაკან, რა კომენტარს გააკეთებთ? ძალიან გთხოვთ, რამე გითხარით ბატონო ჰაკან. წამოდი მეგობარო. შენ როგორი ადვოკატი ხარ? რიუსგარ, შენი საქმე გააკეთე. ჩემი ძმა დაიხსენე. რა იდიოტი ყოფილ ხარ, კარგი დაწმარდი. ღმერთმა დაგწყელოს. კარგი. თქვენ რას აკეთებთ? ჩემი ძმა დამნაშავე არ არის. ჩემი ძმა მკვლელი არ არის და მას ყველა გაიგებთ. დამშვიდდი. Abi bir şey ძმა, yapsana abi. როგორმე ჰაკანს დაეხმარე. Ya bak benim ჩემი abim. ძმა მკვლელი არ არის. Arkadaşlar. მეგობრებო, რამე კომენტარს არ გააკეთებთ? Aa, bu kadar da samimi შენს გამო არ მიდიან აქედან ოზან, შეგიძლია წახვიდე. საყვარელო, ნოაჩხუბები, მისი აქ ყოფნა გვაწყობს. მანქანამდე ერთად წადით. იფიქრებენ, რომ ჰაკანთან ცუდი ურთიერთობა არ გაქვთ. ძალიან გთხოვ ოზან, მანქანამდე ერთად მიდით. Arabaya kadar. წადით. კარგი. გამოდი. Arkadaşlar. მეგობრებო, Çok şaşırdım. ძალიან წუხართ. Üzgünüm. გაოცებულები და განადგურებულები ვართ. დამიჯერეთ ბატონ ჰაკანს აუცილებლად გაამართლებენ. როგორც ხედავთ, ბატონი ოზანიც აქ არის მეუღლესთან ერთად. მეგობარს მხარში უდგას. ძალიან გთხოვთ უსაფუძვლო ცილის წამებას მოეშვით. უმორჩილესად გთხოვთ. ახლა კი მადლობა, ნახვამდის. İyi günler. Zafer. ზაფერ, Polisler პოლიციამ გაგვაფრთხილა, როგორც კი გამოჩნდება, მაშინია შეგვატყობინეთო, ასე მშვიდად როგორ დასეირნო. ოღონდ ჩემო. წავედი და ჩვენება მივეცი. მიხდნენ რომ უდანაშაულო ვარ. და ამიტომ არ დამაპატიმრებენ. Aa, öyle sağ ასე მარტივად გაგათავისუფლეს? აბა რა უნდა ეკნათ? მე იახტა მივიყვანე და ჩემი დანაშაული მხოლოდ ეს არის. არა პოლიციაში მისვლა და ხელის მოწერა მაინც მომიწევს ხოლმე. რას დამდგარხართ? რა ხდება? შია. მიდი სუფრა გააწყვეტ. შიმშილით ვკვდები. Ya açlıktan midem sırtıma yapıştı. Bak elim ayağım. შეხედე ხელები მიკანკალებს. რამდენი ხანია უკვე წესიერად არ მეჭამია.
Biz günlerde ჩვენ რა დღეში ვართ არ გაინტერესებს მამა. Ben de მე კი მიხარო და მამამ გადამარჩინა მეთქი. თურმე ტაიფულს უფლება მიეცი სახლში გამოვეკეტე. იმიტომ იყო ასე მშვიდად. იმ არამზადასთან მე დავსერნობდი. შენ რომ გადამერჩინე საკუთარი თავი გავიმეტე. მოდი ხარაგ და კიდევ საყვედურობ. თავხედო. Kızlar tamam. კარგი გოგონებო გეყოფათ. საჭმას მე მოვამზადებ, გეყოფა ზაფერ. რა კარგი დედა ზელიხა. ასე მარტივად არ არის საქმე. სანამ ადამიანი ჭკუას სხვა სასწავლის ჯერ თავის ქმედებებზე უნდა დაფიქრდეს. საკმარისი ამდენი თავხედობა. ღმერთო ჩემო, ენას ვერ აჩერებ. დღემდე არაფერზე გიწევდა ძრონა. წლების განმავლობაში გინახავდით. თქვენ კი სამაგიეროს ასე მიხვდით? Biz mi oturduk? სახლში უსახმარად ჯდომა ჩვენი სურვილი არ ყოფილა, რა სამსახურსაც შოულობდით არ მოგწონდა. შევწდი. სამსახურს გიშოვით. მნიშვნელობა არ აქვს მრეცხავად იმუშავებთ თუ დამლაგებლად. თვის დასაწყისში მოხვალ და ხელფას ჩამოვარეთ. დამთავრდა თქვენი მსახიობობა და თქვენი მომღერლობა. ამიერიდან ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი. თავიდან მომწყდით. მადლობა ღმერთს არ შესულხარ. ძალიან მეშინა და მეგონა ვერ მოგისწრებდი. მეგონა მარტო გავუმკლავდებოდი, მაგრამ უარი საკმაოდ დრო ჯერ კიდევ გაქვს. ამ ბავშვის გამო მზად ხართ ოზანი დაკარგოთ? ასე მისცა სიკეთოდ ვიქცევი შვილო. დედაშვილს აჰრაზდროს დაკარგავს. რაც არ უნდა მოხდეს, რა დროც არ უნდა გავიდეს, დედასა და შვილს შორის ისეთი პრობლემა არ იქნება, რომ ვერ მოგვარდეს. თავს ნება მიეცი, რომ დედობა გამოსცადო. ქალბატონო მელის, მობრძანდით. ქალბატონო ემელს სხვა გამოსავალი არ მაქვს. ამაზრ ძლივს შევეგუე. ძალიან გთხოვთ, ძალას ნუღარ დამატანთ. ამ საჩუქრი ძალიან გამახარე და ბედნიერება მომალეჭე. ნეტავროდემდე მოგვიწევს სიყვარულის დამალვა. საყვარელო იმდეხას დაგელოდები, რამდენიც საჭირო იქნება. ყოველთვის შენთან ვიქნები. დღეს ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დამემტკიცე, რომ გიყვარვარ და ჩემზე ზრუნავ. მინდა და რაიმე სამახსოვრო ნივთი მეჩუქებინა. სულ ეს არის. საყვარელო, მე სულ შენზე ვფიქრობ. ამისთვის მადლობას გიხდი. ფრანჩაიზის გამოყენებისა და მაღაზიის გახსნის უფლება მომეცი. ამისთვის მადლობა უნდა გადაგიხადო. შენ უფრო მეტსაც იმსახურებ, საყვარელო. ამდენი წლის განმავლობაში ჩემთვის ერთხელაც კი არ წამოგხსენია საყვედური. ჩემი მეორე გაზაფხული ხარ. თქვენი 5 წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავად ამ საჩუქარს გიზმე. ისეთი გახარებული ვარ, ვერც კი გამოვხატავ. ისევ ნერვიულობ ხელფეხი მიკანკალებს. ამ ხელა პასუხისგებლობას პირველად ვიღებ ჩემს თავზე. მე შინია არ შეგარცხვინო. არ ამაზე არ ფიქრო. მჯერა რომ საქმეს თავს გაართმევ. მე გენდობი. შენ სენდე საკუთარ თავს, კარგი? სანამ ადვოკატი მოვა, რამეც ხელს მოვატანინებ. რა სიტყვი? ჯანჯაფილიან ჩაის ხომ არ დალევ? აბა? ახლა სწორედ ეს მინდოდა. როგორც ვარაუდობდით, თითქმის 12 კვირის ხართ. რას გულისხმობთ? აბორტს ვერ გავაკეთებთ. კანონის მიხედვით 10 კვირის შემდეგ ნაყოფს ვერ მომაშორებთ. როგორ თუ ვერ მოვაშორებთ, 1 კვირით დავაგვიანე. თითქმის 12 კვირის ხართ. 2 კვირა დააგვიანეთ, ქალბატონო მელის. ორსულობისას ყოველი კვირა მნიშვნელოვანია.
Eyvallah. მადლობა. რა ხდება ძმაო? მოწყენილი ჩენ ხარ? Sıkıcı. 1000 სადარდებელი მაქვს. მოწყენილი ამიტომ ვარ. ძმაო, რაღაც ის თქმა მინდა. ნორმალურად მადლობაც კი ვერ გადაგიხადე. Ne teşekkür. რა მადლობა. Teşekkür. სამადლობელო რა არის? Tamam. ეყוმა. ძმაო, ასე ნუ ამბობ. შენ რომ არ ყოფილიყავი, მე თუ არა ჰაგანი. Hasan olur. ნურიან ახმეტ იქნებოდა. Nuri olurdu. Ahmet olurdu. ვინმე აუცილებლად იქნებოდა შენს გვერდით. Haksızlık. ვინმე აღმოჩნდებოდა ისეთი, ვინც უსამართლობას ვერ შეეგუებოდა. Uzatma. ამიტომ გეყופה. Tamam. კარგი? ძმაო, პატიოსანი კაცი ხარ მუსა. ძმად მიგიჩნია და ძმორადაც დამიდექი გვერდით. Adaş değil. რა თქმა უნდა. O yiğit. ერთმანეთს ფარში უნდა მოუდგეთ. ო, ასეა, მაგრამ ეს ყველას არ ესმის. კარგი ადამიანი მეგობარს ყველგან იპოვის. მე ასე ვფიქრობ. Eyvallah. მადლობა. ბატონო ჰაგან. Allah. ღმერთს ვთხოვდი და მანაც თხოვნა მისროლა. Olacak bir şey. სალსარია. Hayret. ორი ვერცხლში როგორ მოგვახედრა. Aynı koğuşa koy. როგორ ჩანს უნდა რომ ჩვენ შორის არსებული გაუგებრობა აქ გავარკვიოთ. Ama işte. İlahi. სამართალი ნამდვილად არსებობს. Varmış. რისთვის შენ ჯერა? ტყუილია. Yalandan başka bir şey değil. Bana bulaşır. თუ დამიპირისპირდები, ორივეს პრობლემა გვექნება. İkimizin de başı. ორივე შარში გავეხვევით, მუსა. Senin აქ დიდი თავგადასავალი გველეს, ბატონო ჰაგან. ben seni შენს ადგილას რომ ვიყოახლავე გავიქცეოდი. hemen şu და მცველებს შევევედრებოდი, სხვაგან გადავიყვანე, სხვა საკანში. beni başka koğuşa alın diye. Keşke. მე თავსადარდებელი მარტო შენ მყავდე. რუსგარ. თავს ძალა დაატანე. İstemiyorum უნგითხარი რომ არ მინდა. მომისმინე. სახლი თავდაყირაც რომ დააყენო, შიმშილითაც რომ მოიკლა თავი, ვერაფერ შეცვლი რუსგარ. ამ რთულ სიტუაციას უნდა გავუძლოთ. ჩემი ძმა ისეთია, რომ ჩემს საწოლშიც კი არ წვება. Benim yatağımı bile yaktı. მას სიზუფთავე ძალიან უყვარს.
Takıntılı mısın? იცი მის ტანსაცმელს რომ ვიცომ ხოლმე, Kıyafetlerini ის ძალიან მიბრაზდება. Şimdi nasıl საკანში იმ საწოლზე როგორ დაწვება, სადაც მის მისვლამდე 1000 კაცი მაინც იწვა. ერთი დღეც კი ვერ გაძლებს. Olur mu? მე მას კარგად ვიცნობ. სხვა გამოსავალი აქვს? Rüzgar, რიუსგარ, benim bir babam. მე მამასთან უნდა წავიდე. Seni yalnız შენი მარტო დატოვების მეშინია. Abin ne yapıyor? შენმა ძმამ რა გაქნას? Seni düşünmekten დარწმუნებული ვარ, kendini ახლა düşünemiyordur. საკუთარ თავზე მეტად შენზე დარდობს. Tamam Umut. კარგი უმოთ. İdare edelim. მარტო ყველაფერს შევძლებ. Gerçekten. მართლა გეუბნები. Hatta შენი მოსვლა აქ საჭირო აღარ არის. Rüzgar, რიუსგარ, bir tanem. საყვარელო. Onu kastetmedim. უმიცი რომ ეს არ მეგულისხმია. Abin suçlu შენი mu? ძმა დამნაშავეა? Tabii ki değil. რა თქმა უნდა არა. Çıkacak mı oradan? იქიდან გამოვა? Elbette. რა თქმა უნდა კი. მერე? Bak bunları არა, ben... ყველაფერს მე ვხვდები. Ama მაგრამ ვინ იცის Kim ის bilir, დაწყევლელი lanet სასამართლო olsun. პროცესი როდენდე გაგრძელდება. მომისმინე რიუსგარ. Haksızlığa შენს ძმას uğrayan უსამართლოდ anne, ექცევიან. sen anca ona თუ გინდა რომ dimdik მხნედი ayakta იყოს, შენც durabilirsen მხნედ უნდა yardım იყო. edebilirsin. Abinin ახლა en დარწმუნებული ვარ, hassas ყველაზე noktası მეტად sensin. შენზე ღელავს. Ona moral ამიტომ verecek ეცადე olan da, დამშვიდე და მხარში destek olacak მოუდგე. olan da, güç verecek olan შენ da მას sensin. ძალა უნდა მისცე, Sen გაამხნევო. güçlü olursan o da შენ olur. თუ ძლიერი Emin ol. იქნები, დამიჯერე ისიც გაძლიერდება. Mesela açlık შეგიძლია krizini bırakarak შიმშილზე უარის başlayabilirsin. თქმით დაიწყო. მიდი, Hadi კარგი. sen git artık. შენ წადი. არ ინერვიულო. Bekletme. Tamam, კარგი. geç kalmayacağım. არ merak etme. დამოგვიანდება, კარგი? Ben daha iyi. უკეთ ვარ. Umut. უმოთ. Teşekkür ederim. მადლობა. Hadi bir şey მიდი, რამე შეჭამე. Bir tane daha კიდევ მიერთმევ? Yok istemiyorum. არა, არ მინდა. Zaten bu aralar ნერვიულობის დროს kızlarla ბევრს ჭამ ხოლმე. benim ağzım ვერ boş. ვჩერდები. O sıkıntı ეს derdi. ნერვიულობის კი არა, ორსულობის ბრალია საყვარელო. Ben de Ozan'a hamile. ოზანზე რომ ვეყავი ორსულად, ისეთი მადამ მქონდა, რომ ვერ მაჩერებდნენ. Oracıkta acıkırdım. Melis, მელის, isyan etme ამ ya. ბავშვს სამყაროში უკვე თავისი ადგილი აქვს. მე ძალიან მშვიდად ვარ. Benim içim çok დამიჯერე, ძალიან მიხარია. İnan bana. მიხარია, რომ ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინა. Ozan köpüğü. ოზანი ძალიან გაბრაზდება. Bakın çocuğunla მე არ ველოდები, რომ ilgilenmek ბავშვს istemiyorum. ყურადღებას მიაქცევს, მაგრამ Kanun da bundan ნაყოფი იმ sonrası ხელაა, რომ suç მისი şahidi. მოშორება აღარ შეიძლება. ჩემი შვილი კი მკვლელი არ არის. Umut'un იცი, en უმუჩი çok ყველაზე beğendiği მეტად რა kötü მომწონს? yanı ne biliyor musun? სიამაყე. განხორციელების საფუთებზე ხელი უკვე მოაწერეს. Bundan sonra უკან evlilik დასახევი yok. გზა აღარ გვაქვს. Bir enkazdan ქალბატონო devlet ემელ, bekleyecek kadar სულელი aç ხომ არ ვარ, რომ მოცნების კოშკები ავაგო. Ozan umutlu არ ვიცი olur mu, ოზანი და olmaz mı უმუთი შერიგდებიან თუ არა, მაგრამ Ama benimle ოზანი ჩემთან ნამდვილად არ იქნება. Bundan sonra მშვენივრად ვიცი, რომ მომავალში ერთად ვერ ვიქნებით. Zaten ეს არც derdim- მაწუხებს. Hoş derdim ვერც ne იმას diye ვიტყვი, რომ ეს sorsanız da სიტუაცია bilemedim, მსიამოვნებს. değilim ya. İlk geldiğimde აქ რომ kafam o ჩამოვედი, kadar- ყველაფერი რიგზე იყო. Şimdi ise ახლა კი არ ვიცი როგორ içinden nasıl მოვიქცე. çıkacağımı bilemiyorum. დაბნეული Bu ვარ. iş მე და senin შენ de benim de სიტუაციას ვეღარ kontrolümüzden ვაკონტროლებთ. çıktı artık. Teslim olacağız. ამაზე რს უნდა Bitti. შევეგუოთ, დავიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება. Kader denen არ bir şey დაგავიწყდეს. var, bunu ბედი ჩვენს ხოვრებაში დიდ დროლს ამაშობს. Ozan'a ne არ ვიცი diyeceğim, ოზანს nasıl როგორ უნდა diyeceğim? დაველაპარაკო, ან რა უნდა უთხრა. Bebek olana ბავშვის kadar დაბადებამდე bilmesi სჯობს gerekmiyor. არაფერი იცოდეს. Öğrenince de რომ zaten გაიგებს, მერე უკვე yapabileceği გვიან bir şey yok. იქნება. Bırak. ხო, Bebek doğana ბავშვის kadar დაბადებამდე არაფერი უთხრა. Doğduktan თავის sonra შვილს რომ onun დაინახავს, şaşkın ყველაფერი bakışlarını სრულიად görünce, სხვანაირად inan იქნება. bana, მერწმუნე. bugünkünden çok farklı olacak. Pardon, ben უკაცრავად bir tane შეგიძლიათ კიდევ მომიტანოთ. ყველაფერი მზად არის? მზად არის. მაშინ ყავას ხდომათა დარბაზში დავლიოთ.
ოზან. მე ოზლემი ვარ. ოზლემ ქაზანი ჩვენი კომპანიის პირველ მაღაზიას ხსნის. ხელშეკრულებას ხელი უნდა მოვაწეროთ. თუ პრობლემა არ არის, მეც შემოგვიერთდებით. არა, პრობლემა უნდა იყოს, შემოგვიერთდი. მამა, მაღაზია ჩვენ არ უნდა გაგვეხსნა? ამაზე ეს ჯობს მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ნუ ღელავშილო, თულ პერიოდში ის კაცი მხარში გედგა. მარტო არ უნდა დატოვო, მაგრამ მის ძმასთან რომ რჩები ამაზე, ხალხი რას იტყვის? როგორ უნდა გაიგონ? Yok baba. არა, მამა. Kimse orada არავინ იცის იქ რომ რჩები. არც არავინ მითოლთვალებს. უნდა ნახო ბავშვი რა დღეშია. შენც ძალიან შეგეცოდებოდა. იცი რა ცუდად არის. მშობლები ახალხანს დაეღუპა ავარიაში, ჯერ ის ამბავი არ მოუნელებია. ახლა კი მის ძმას მკვლელობაში ადანაშაულებენ. ძალიან შეშინებულია. ღმერთმა დაიფაროს. იმედია მალე ყველაფერს გადაალახავს და კარგად იქნება. სახლს ნელა დავცლი, კარგი? რადგან ოზანმა წასვლა გადაიფიქრა, აქ ვეღარ დარჩები. აქ აღარ შეიძლება ჩემი დარჩენა. Ben ალეს უკვე ვილაპარაკე. bize güzel ჩვენთვის კარგ სახლს მოძებნის. burası kadar არ ვიცი ასეთი კომფორტული იქნება თუ არა, მაგრამ თეთრ აქამდე სასახლეში ცხოვრობდი. პატარა ოთახიც მაყოფა. ისედაც 1000 პრობლემა გაქვს, მე კი თვითად გაწევარ. მე დამალე მაშონინა სამსახური. ცოტათი მაინც დაგხმარებოდი. მეგონა სტამბოლში მუშაობას ადვილად დავიწყებდი, მაგრამ Baba sen beni თვითად არ მაწევ ხარ, მამა. Allah aşkına. ასე ნუ ამბობ, ძალიან გთხოვ. თორემ ძალიან წყეს. Para ihtiyacım ფული თუ var. გჭირდება, მითხარი. არა, შვილო. მე რაც მჯერდება, ყველაფერი შენ მოგაქვს. ამისთვის მადლიერი ვარ. მაგრამ საკუთარი ნამუშევარი მაინც სულ სხვა არის. მუშაობის დაწყება სწორედ ამიტომ მინდა. ადანაში წავიდოდი, მაგრამ არ მინდა ასეთ მდგომარეობაში მარტო დაგტოვა. სიტუაცია როგორც კი ჩაწყნარდება, მაშინვე ადანაში დავბრუნდები და რამეს მოვნახავ იქ. Yok baba. არა, მამა, არ Ekmek falan გაგიშვებ. yok, unut onu. ეს დაივიწყე. Zaten zor ისედაც ძლივს გიპოვე. გონია ახლა გაგიშვებ? Senden tek bir ricam შენთან var ერთი ama თხოვნა მაქვს. Bu aralar fazla ამ პერიოდში ხშირად ნუ გამოჩნდები. Ya benimle ilgili რამეს bir თუ şey გკითხავენ, sorarlarsa არაფერი kimseye უპასუხო. bir şey არ მინდა ჩვენი ამბავიც Bir de გამოიძიონ. bizim hikayemizi değişsinler istemiyorum. არა. არაფერს არ ვიტყვი, შვილო. შენ როგორ გაწყენინა? სასამართლო ხვალ არის, არა? მეც ხომ არ წამოვიდე. ო, დედა შენიც იქნება და ამიტომ არ გინდა, ხომ ასე? არა, Kimse gelmez. არავის წამოყოლა არ მინდა, მამა. დედაც არ იქნება, მარტო წავალ. იცი, ოზანს არ ვიცნობ, მაგრამ კარგი ადამიანი ჩანს. ახალ დაქორწინებულები ხართ. იქნებ დრო რომ გავა, მერე დრო არაფერს შეცვლის, მამა. Bizde her şey. ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. Bütün köprüler yandı. სამწუხაროა. რა გითხრა? ესეც ასე, გილოცავთ. მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო რაგიბ, თქვენი მარკა მომანდეთ. ამისთვის დიდ მადლობას გეხდით. არაფერია. ჩემი აზრით ორივე მხარე სარგებელს ვნახავთ. გარკვეული ხნის განმავლობაში საქმეები მამაჩემს გადაუაბარე, მაგრამ ახლა მზად ვარ პასუხისმგებლობა ისევ ჩემს თავზე ავიღო. ამიერიდან ჩემთან მოგიწევთ ხშირი ურთიერთობა. პირველ მაღაზიას ხსნით და ვეცდები ყველანაირად მხარში ამოგიდგეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი არა, მამა? ნამდვილად. პრობლემა თუ გექნებათ, დამირეკეთ. რა თქმა უნდა, ვიდრე გამოცდილებას შევიძე, ხშირად შეგაწუხებთ. მეც არაფერს იტყვით? არ აღნიშნოთ? სავახშმოდ მაინც ავიდეთ. რამე მოვიფიქროთ. დედა წამოვიყვანოთ. დედას უყვარს დამწყები ქალბატონებისთვის დახმარების გაწევა. ძალიან სასიამოვნოა. დიახ, საქველმოქმედო ფონდის წევრიც არის. მართლა? თქვენც ძალიან მოეწონებით. აჯობებს ქალბატონი ოზლემი აღარ მოვაცდინოთ. ერთი სული აქვს მუშაობას, როდის შეუდგება. ვერ წარმოიდგენთ როგორ მინდა. დროებით, მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ. ნახვამდის. კარგად გზანდებოდეთ, ნახვამდის ბატონო რაგიბ. ნახვამდის. მადლობა ბატონო ბურჰან. დროებით ბატონო რაგიბ. დროებით ბატონო ბურჰან.
Konuşabilir misin? შეიძლება ვილაპარაკოთ. Sen alıp შენ მიმატოვე და წახვედი. sorumlu ვალდებული ვიყავი საქმე ვინმესთვის გადამებარებინა, რა მექნა. მაღაზიებში სირბილი მე დამეწყო. Hem senin ეს შენი გეგმა არ იყო? Tamam ama ო, მაგრამ გამოცდილი ადამიანი მაინც შეგირჩია. ვერ ხედავ ქალმა არაფერი იცის. კარგი, თქვათ ამაზე თვალს დავხოჭავ, მაგრამ ჩვენ სექტორშიც არ უმუშავია. ჩემი აზრით მოდაში ერკვევა და გემოვნებას კარგი აქვს. İlgili gibi görünüyor. gibi görünüyor. შენი აზრით მასთან Biz bu savun ერშეკრულების გასაფორმებლად ეს საკმარისია, არც კი გამაფრთხილეს წახვედი. რა მექნა? კარგი რეკომენდაციები აქვს. გარანტიას მოგცა. გვაწყობს ასეთი ადამიანის ყოლა, რომელიც საქმეს შეგვიმსუბუქებს. Bizim için avantaj bile. Çok თუ biliyorsun. ძალიან ბევრი იცი, მაშინ მოდი და წესიერად იმუშავე. Adam. რა თქმა უნდა, დროს თუ გამონახავ. Fırsatın olursa. Alo. გისმენთ. Merhaba. გამარჯობა. Ben şey için მაბადია რომ გაწუხებ. Rahatsız არა, არ მაწუხებ. Ben მამა ჩემს სახლიდან birkaç gün რამდენიმე დღეში წავიყვან. Ama eğer თუ სასწრაფოა, შემიძლია სასტუმროში გადავიყვანო. არა, შეუძლია მონდიცხოვროს. olmasa bile olur. მე მანდ დასარჩენად Şu an ისედაც orada mzad ar var. kalmak üzere değilim. Ama მაგრამ ვერც სახლს ვერ გამოვკეტავ. yani babam მამა შენს შეუძლია რომ დარჩეს. მადლობა. ben yine de მაინც უნდა წავიყვანო. ev bakıyorum. სახლს უკვე ვეძებ. Bulunca haber ver. როგორც კი ვიპოვი, შეგატყობინებ. Bu arada ხვალ რამე პრობლემას yarın bir ხომ არ sorun შექმნი? Yani ანუ her şey ყველაფერი ისე იქნება, როგორც შევთანხმდით, არა? ხელის შესაშლელად მიზეზი არსებობს, მაგრამ ახლა ახსნის თავი არ მაქვს. Bilmem pek mümkün değil gibi görünüyor. მე შენ პირობა მოგიცი. Sen evet შენ თუ dersen თანახმა იქნები, bir sorun მე çıkar. პრობლემას არ შევქმნი. Tamam. კარგი. Hoşça kal. ნახვამდის. Hoşça kal. ნახვამდის. Beğendin. მოგეწონა? Ne gerek var? არა საჭირო იყო. Senin bu gece ჩემთვის burada შენი olman აქ ყოფნა საკმარისია. hiç beklemiyordum. არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. Ya aslında მინდოდა ben სავახში seni მოწამეყვანე. istiyordum biliyorsun. Ama bu მაგრამ Ozan'ın ოზანის sürprizinden სიურპრიზის sonra გამო ვერ შეძლე. ვერ მოვახერხე. Benden ჩემი sonra წამოსვლის მერე რამე söyledin ya, გითხრა? Sanki მე მგონი pek გაბრაზდა. hoşlanmamış gibiydi. Yani iş არ მოეწონა მაღაზია მე რომ ჩამაბარე. არა ძვირფასო, რატომ არ უნდა მოსწონებოდა? gayet de პირიქით, memnun kaldım. ძალიან კმაყოფილია. Güzel. ძალიან კარგი. Dolapta მაცივარში ღვინო მაქვს. 2 წუთი დამალოდე. Bekle 2 dakika. რაღაცეებს მოვამზადებ და მოვალ. კარგი. Biz bile zor geldik. ჩვენც ძლივს მოვაღწიეთ საყვარელო. ალბათ ისიც საცობში მოხვდა. დამშვიდდი გთხოვ. რა თქმა უნდა ძვირფასო, უცხოები ხომ არ ვართ. ქალბატონო ემად ლახშამი მოგართვათ? არა, არა. ჯერ ცოტა ხანი დავიცადოთ. ნუ ჩქარობ, დამშვიდდი ემად ძალიან გთხოვ. ვღელავ და ურეკავ. გიულ სტუმრებს ყურადღება მიექციე. Ya 2 dakika. 2 წუთში როგორ მოამზადე? რა სწრაფი ხარ? Ben bir fırına. ახლა ვემოვალ. Efendim. გისმენ, მითხარე. Ragıp hala რაგიფ ახლა არ მითხრა ოფისში ვარო. Sadık'la
სად იქიდან ნერმინი ჩვენთან არიან და გავიწყდა? გელოდებით. Sofrada seni bekliyoruz. ამ ადამიანებს რა პასუხი გავცე? insanlara. Hay Allah. ღმერთო ჩემო, როგორ დამავიწყდა? Ragıp. რაგით, ძალიან გთხოვს ასწრაფოდ სახლში მოდი, სირცხვილია. Tamam sen Agi, onlara... უთხარი რომ სასოფში ვარ. Sıkışık ვითომ ძალიან დიდ საცობში მოხდი. Yani... ცოტა დრო გაიყვანე და მე ახლავე გამოვა. Geliyorum tamam. საყვარაო დაძაბულ რეჟიმში გიწევს მუშაობა. ბუნებრივია და გავიწყდებოდა. წადი სტუმრებს არ არლოდინო. ჩემთვის ისიც საკმარისია რომ გნახე. Ben senin... საყვარელო, როგორ შემიძლია რომ მადლიერება გამოვხატო? Sevgilim... შენ ძალიან ბევრს ემსახურებ. Sana söz veriyorum. მაპატია, გვირდები გამოვასწორებ. კარგი. ერთი ღამე ჩემთან დარჩი. სხვა არაფერი მინდა. დიდი ხანია არ დარჩენილ ხარ. მომენატრე. მეც ძალიან მომენატრე. შანსი არ მომეცა მეთქვა რომ ძალიან ლამაზი საყურეებია. როგორია? შენ სასახლეს არ გავს არა? აქ მცველებიც არ არიან. და არც ფული ჯრის აქ. მარტო ვართ. ბოლოდ მე და შენ. ოდები. შენ ჯერ კიდევ ვერაფერს ვერ ხვდები. კარგად იქცევი თვალებს რომ არ ხუჭავ. არც დახუჭო. რომ გესმის? Alo. გისმენ? Uyudun mu? დაიძინე? არა, Ben de uyuyamıyorum. ვერც მე ვიძინებ. İzin versin. ნება რომ მოგეცა ერთად გავათენებდით. Ne çabuk geldi. პროცესი ხომ ხვალ არის. ხომ არ გადადებენ? Mu acaba? Ertelesem რომ mi გადაიდეს რა შეიცვლება? Bir an önce boşuna. ვსჯობს დროზე განქორწინდეთ. Eğer bana თუ düşün კიდევ düşün diye მეტყვი კარგად geleceksen დაფიქრდიო, bana იცოდე? geleceksin biliyorum. ვიცი რომ გაბრაზდები, ვიცი. Yok. ისიც ვიცი რომ Kararını გადაწყვეტილებას ვერ შეგაცვლევინებს. შენ საქმეში აღარ ვერევი, Ama yarın gelin მაგრამ var. ხვალ მაინც მოვალ. Dımdızak არ მინდა რომ gitmeye მარტო vermiyor იყო. hiç. Zeliş'i de ekart. ზელიშსაც უარი უთხარი. Gözünün
არ მინდა ვინმე ვნახოს როგორ ტირი. მადლობა. ამის ნებას არ მოგცემ, წადი ჩვენი ცხოვრებიდან. ჩაარტყი ძმაო. სასამართლოში ბატონი ოზანის მისვლამ ყველას თავგზაურია. ძვირფასო ტელემაყურებლებო, რთული გასაგებია სინამდვილეში რა ხდება. ბატონო ოზან, ძალიან გთხოვთ, რამე გითხარით? მიზანს მივახციეთ. მოიცადე ჯერ გავიგოთ რა ხდება. რაში გაინტერესებს რა ხდება? მიდი ახლა ვედაურეკე. კარგი ამბავი გავაგებინოთ და ფულიც გადაიხადოს. გისმენთ? ბატონო ოზან. კარგი ამბავი გვაქვს. დიახ, ჩანაწერები გადავარჩინეთ.